ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ წრიულთან შექმნილ სატრანსპორტო ქაოსს მერიაში არ უარყოფენ. პრობლემის მოსაგვარებლად ვიცე-მერის დავით ლეკვეიშვილის განცხადებით გადამკვეთ ხაზებზე შუქნიშნები დამონტაჟდება. საგზაო მარეგულირებლებისთვის მისი თქმით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურს 82,000 ლარი გამოიყო. ლეკვეიშვილის განცხადებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, რომელიც შუქნიშნებს წრიულთან უახლოეს პერიოდში დაამონტაჟებს. აღნიშნული წრიული დაპროექტებული იქნა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის მიერ. კერძოდ მისი ხელმძღვანელი არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ჯოხაძე. სამუშაო მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩამოსულები იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც სწავლობდნენ არა მარტო აღნიშნულ წრიულს, არამედ ქალაქში არსებულ სხვა წრიულებსაც, ეგრეთ წოდებულ ხოფის წრიულსაც. აღნიშნული სამუშაოების დასრულება, საბოლოო დასრულებისთვის სპეციფიკა მოითხოვა შუქნიშნების დამონტაჟებაც.